მე ვფიქრობ თქვენი აზრით რა არის მთავარი ამოცანა დღევანდელი სამღვდელოების წინაშე რაც დგას რა არის ის მთავარი გამოწვევა რასთანაც შეჯახება უწევთ თანამედროვე სასულიერო პირებს სასულიერო პირებმა პირველ რიგში კარგად უნდა შეისწავლონ მართლმადიდებლური გადმოცემა და ცხოვრებაში განახორციელონ ის. ანუ მათ უნდა შეიცნონ თუ რა სულს ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნოება და მოქალაქეობა. და ეს ყოველივე პირადი ცხოვრებით აღასრულონ. რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს უპირველესად ცოცხალი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ღმერთთან და მეორე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სასულიერო პირებმა კარგად უნდა შეისწავლონ დღევანდელი ადამიანების თანამედროვეობა, მიუახლოვდნენ და გაეცნონ ადამიანის პრობლემებს. პირადად დაინტერესდნენ თითოეული ადამიანით. გულთან ახლოს მიიტანონ მისი საზოგადოებრივი და პირადი ყოფა და ყველა ის პრობლემა, რომელიც ადამიანს აწუხებს, რათა შეძლონ გადასცენ ადამიანებს ღვთის პასუხი და მადლი. ამგვარად უპასუხონ თანამედროვე ადამიანების შეკითხვებს. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც სვამს თანამედროვე ადამიანი და საერთოდ კაცობრიობა, არის კითხვა ყოფასა და არსებობას რომ შეეხება. ანუ რისთვის ვცხოვრობთ? რა არის სიცოცხლის არსი? რა არის სიკვდილი? სად მიდის სული სხეულთან გაყრის შემდეგ? ეს არის მწვავე შინაგანი პრობლემები. სასულიერო პირს უნდა შეეძლოს ადამიანის სულში არსებული ყველა პრობლემის დანახვა და პასუხის გაცემა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის უნდა დაეხმაროს ადამიანს შეიცნოს უფალი, შეიყვაროს ღმერთი და მთელი მისი ქმნილება და ყველა ადამიანი, რომელიც შექმნა უზენაესმა. მე ვფიქრობ, წიგნში არის ერთი თავი, რომელსაც პირდაპირ ესე ეწოდება მოძღვრის მკურნალის ძიება. მკურნალში იგულისხმება მოძღვარი. შეიძლება ჩვენს ტელემაყურებლებს შორის არიან ისეთები, რომელთაც არ აყავთ ჯერ მოძღვარი, რომლებსაც აქვს სურვილი რომ ყავდეთ მათ მოძღვარი და აი რას ურჩევდით მას, როგორ ეძებონ, როგორ აირჩიონ თავიანთი სულიერი წინამძღოლი. უნდა ითქვას, რომ მოძღვრის საკითხი ძალიან პიროვნული და ინდივიდუალური თემაა. რომ უფალია ჩვენი შემომქმედი და ყოველი ჩვენგანი მას შექმნა. ამიტომ ისაა ჩვენი ნამდვილი მამა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფალი ვალდებულია დაეხმაროს ადამიანს. როდესაც ადამიანი სულიერ შიმშილს გრძნობს, უნდა ილოცოს და სთხოვოს უფალს. უფალო მიჩვენე შესაფერისი წინამძღოლი, რომ შეძლოს გამიძღვეს შენ გზაზე, შენ შესაძლებელად. თუ ადამიანი ღმერთს ლოცვით მიმართავს და კითხულობს წმინდა მამათა სწავლებებს, რომლებშიც განმარტებული ეკლესიის გადმოცემა, ეზგარეშე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უფალი გამოუგზავნის საჭირო მოძღვარს. უამრავი მაგალითის მოწმე ვარ. აღმოსავლეთის ან დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები, სხვადასხვა სოციალურ მდგომარეობაში მყოფნი, ეძიებდნენ რა ცხონების გზას, დიდი სიძნელეების გადალახვის შემდეგ იპოვეს იგი, რადგან სწუროდა და შიოდათ სიმართლისათვის და უფლისათვის. ლოცულობდნენ რათა შეესნოთ უფალი. როგორც მაცხოვარი ნეტარებებში ამბობს, ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეთ და სწუროდეთ სიმართლისათვის, რამე თუ ისინი გაძღენ. ესე იგი, ნეტარნი იქნებიან და გაძღებიან ისინი, რომელთაც სწურიათ უფლის სამართალი. ანუ უდავოა, რომ ასეთებს უფალი თვალებს აუხელს და იმ შემთხვევაში თუ შესაფერისი მოძღვარი არ გამოჩნდება, მაშინ უფალი პირადად იზრუნებს მათზე იმ საშუალებებით და გზებით, რომელიც თვითონ უწყის.